როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი ახალი ჯოხი დღეს გასართობად ჩამოვედი არაჯალაში ეს ჯოხი დინარეზე სათევზაოა რა თქმა უნდა მაგრამ დინარეზე რახან ვერ მივდივარ და დინარის და კალმახის სეზონი დახურულია ამ ეტაპზე გასატესტად აუ ძალიან მაგარი წყობა აქ რა ძალიან მომწონს ხელში ჯერ არ ვიცი საქმეში რა იქნება მაგრამ პირველადი შეხედულებებით ძალიან მაგარი ჯოხი არის რა ახალი არენა სტრიმი ეს ულამაზესი გაფორმებებით 1.5-დან 7 გრამამდეა ეს ჯოხი და სიგრძეშია 1.83 მ. დინარეებზე აი საძრომიალო ადგილები რო არის, მოკლე არის და იდეალური იქნება ჩემი აზრით, ვისაც დინარეზე ზრომიალი უყვარს. ეხლა აქ კორჭილებს წავეთამაშებით. საერთოდ არ არის ეხლა კორჭილაზე გათვლილი ეს ჯოხი, მაგრამ რა უყოთ, ეხლა ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის და გავერთობი. კოჭა 2000-იანი არენაც ჩამოვიდა, ოღონდ წნული არ მაქვს ჯერ დაყენებული და ამიტომ დაივარ ეგალს დავაყენებ დროებით და წნულს დავაყენებ მე და არენას ჯოხი იქნება არენას კოჭათი. ის ახალი არენას კოჭაც ძალიან მსუბუქი კოჭა არის 180 გრამს იწონის 2000-იანი ზომის. ესე ეხსნება აქ დგება კოჭა ესე ძალიან ლამაზი სახელურია და კაი წყობა აქ მომწონს. ჩავალთ აბა ეხლა მოვსინჯავთ. სილიკონები ყველაფერი წამოღებული მაქვს, ვობლერებიც, ყანყალებიც. ესეც ახალი რეგალი არის 2024-ია მე მგონი ეს რეგალი გამოსული. ეს ტოტემიდან მოხსენი დროებით. ასეთ კუთხეებში ვართ ხოლმე დგომა დაბალ წყალში. კორჭილა დავიჭირე, ბაჩო. ხო. უბრალოდ კორჭილის ლეკვი. სადიმალებოდნენ თურმე. პირველი თევზი ახალ არენას სტრიმზე. კორჭილის ესეთი გაბრაზებული ლეკვი. მეორეც. რა კარგად იგებს. ჩარტყმებს ეს ჯოხი. ეს ცოტა იმაზე უფრო მოჩიტებულია. აი აქადგანა, რავი, იმეებში. პატარა ბალახივით არის წყალში თუ რავი რა. მანდაც დამიწყა წეღანი, მაგრამ არ დაჭდა და აი აქ რომ მოვედი, აგერ უკვე მეორე. ხორჭილაზეც კი გამოდგება.
ეს ჯოხი თურმე? ახე 0.5 გრამიანი რა შვენივრად გაიწროლა. მოკლე ჯოხი ეძახე. მენა ლოცად ყორცნი. 1 გრამზე ჩამოდი. როგორ თავწუწა და გამოვალე. ახე ეგრევე დავიჭირე. აი სეგი ძლივს ამოვიყვანი, ისეთი ქორჭილა. ეს ამ ხელა ქორჭილა მე მგონი საერთოდ დამიჯერია. და აი ამის ეს ჯოხი არის 1.5-დან 7 გრამამდე. ქვედა დიაპაზონი იწყება იდეაში 1.5-დან, მაგრამ 0.5 გრამიანი მიყენია და აი ეს ქორჭილას ჩასწმას ჩვეულებრივ იმაშოვა. ქორჭილა არის თვითონ 7 გრამამდე. ქორჭილა 7 გრამა. დასვი? შენ და შენი empty baits. შენ და შენი empty baits-ი და შენ და შენი შავიგედი მე კონკურენტებით. და 4-2 გახანდი ანგარიში? სადაიჭირე? არ გინდა საიდუმლოს გამხელა. აი. მიშვი. აი შენ ამდენი ხანი ეჩალჩე და მაგას ის დიდი იყო ჩემი. რა ვქნა ძმა, რაც მოდის აქ ჯოხთან იმის ჩარტყმას ვიგებ და დიდი მოვიდეს, დიდაც გავიგებ. ნორინ ტელეხუთი. კარგად გაიქნია. That's really smart. არა, დურა სენსორი. არ არის პრობლემა. ზომა. ხელაზე ჩაუყლაპია რა გაღორებულია. ექვსი თორი. Arena Stream vs Black Swan. ეს ნიავი როა, ნიავი მიშლის ხელს. მაგრამ მაინც როგორღაც ვიგებ ჩარტყმას. რა დაარტყა. ნახე ნიავია, მაგრამ მაინც შვიდი თორი. კარგია, ხო, ქარიკლაპის ტურნირი გვაქვს ერთ კვირაში და ჩვენ აქ ქორჭილებს და იმებს, კარასებს და მე შეიძლება მე ქაშაპებს ვდიოთ. კაი ვარჯიშია, ჩემი აზრით. მე ფასო, ქარიკლაპი არის. მე ერთი კვირის მე პატივი ვიცეს. აჰა.
ო, ბიჭო. რა არის? ვერცხლის კარი კი არის. კარა, ვნახე რომ ხელა კარასი დაჯდა. ჩემი კაი. ხო არ გადავა. ჩვენი 2 კილო იქნება. შეიძლება 3 წუთი, კაი ზომაა, მაგრამ ო, ბიჭო, რომ ხელა კარასი დაჯდა. აჰა, ესე ჩვენი ახალი. ისე კაი ოქროსფერია ბაჭო და რამე 3 სურვილის შესრულების იმაზე ხო არ იქნება ეს შემთხვევით. 3 ჩემია? შამაგარი კარასია რომ ხელა არის. ეს ერთი 400 გრამი ხო იქნება. შეიძლება ზოთა მეტიც იყოს, ნახე რომ ხელა. ეგ თუ 250 გრამს გაცდეს. გეგონოს. ჯორივით კარასი არის. აი. ყვა. რამაგრად დაარტყა. იმიქარავს ქორჭილა. მალადეც. კარგი იყო. და კარგათაც იბრძოლა კიდე. ძალიან ლამაზი კარასი არის, ოქროსფერში. კარასი ზოგადად ყველას მაგარი ხევზე. კი, გადასარევი. მიდი აბა. 3 სურვილი შენზე იყოს. აუ, გასწორა. ბარემ აქვე ვართ და ქაშაბზეც გადავინაცვლებთ. 10 წუთისგანაც არ არის აქედან. ჩავისეირნებთ. ქაშაპებსაც მოუწინჯავ ბარემ ამ ჯოხს. ქორჭილები კიდე ვიჭირე და ის იმხელა ერთი კარასიც მოტყუდა. ახლა ქაშაპები ჯერია. მოხდავა თუ იქნება აქტიური. შუა დღეა უკვე, მაგრამ არა უხშავს. დღევანდელი მრავალფეროვანი თევზაობა გრძელდება ქაშაპზე უკვე. ქორჭილები გაებნენ ნახეში. ხისტოძე შემოვკიდე სილიკონი და პირდაპირ ხისტოდიდან ჩავარდა წყალში. მეტი რეალისტური რა უნდა ქაშაპს. ხისტოტების ქვეშ ციონ დგომა და ჩამოვარდა მატლი. მიდი. რა ხდება ყანყალის დღეა? ეგ კაი ბუთქუნა ჩანს, ხო იცი? Молодец. О, რამცი გძი არის ბიჭო. იცი მოვაძაბარი. ესვე. ეს 2 თუ 2-იანი? 2 და 6. 2 და 6-იანი. მიდი, გამოგარი, შევაგარ. Hello. 2-0 დაწინაურდი. ქორჭილებში წააგე. ლიუს კარასში. გავარდნილ კარასში და ქაშაპებში ჯერჯერობით ლიდერო. ხედავ ისიც ჩაგითვალე. რო გაგექცა. ოპ, ნახე. დაუტვირთავად როგორც კი გავაკეთე პირველივე ჩაგდებაზე დაჯდა. მოდი. სტანდარტული აკაურობისთვის. მე წვერზეა გამოდებული ნახე. ნისკარძე. 2-1 ბაჭო. რატო ვერ მოგწრა? ის ფათამერი ის ქაშაპი. წყლის ქაშაპი.
სამი წაგბენა. არ ვიცი, მაგრამ ეს ჯოხი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯოხი გახდება. ეგრე ვატყობ. ის არენა გაყიდო. ფარტი. ოპა. ოიდა. სამი თორი ბაჩო, მაგრამ ჯერ ისევ მიგებ. ყანყალა სილიკონის წინააღმდეგ. просто მაისის ხოჭოს არ ვაყენებ. მაისის ხოჭო იმაში ოქტომბერში არ უნდა ოქტომბერში. ოქტომბრის ხოჭო ხო გიყენია ეხლა. აი ერთი შანსი კიდე მივცეთ. ოპა, აგე. ერთი შანსი და გამოიყენა ის შანსი. პრანკი ყლაპია ქაშავი. მოდი აბა. ოჰო. ვერ მოვიყვანე? გამექცა. აი ქარი ბალახში. აი ზომის იყო არა და. ეს ბალახი რანაირად არის აქ მოდებული? მანდ არის. აი ქარი, მაგრამ ვერ მივწვდი, აი გატოკდა წეღა. არა უშავს. ცოტა ახლო კადრი მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მობძანდი ერთი აბა აქ. კიდე ხო არ გაიძრობ. სამივე სამკავი კარგად აქ აღებული. ესე და ესე. ესეც პრანკი ჭამია ქაშაპი. მაგრამ ის დიდი იყო წეღა რო გამექცა ამასთან შედარებით. იერა და ორი მათხელა იქნებოდა გაგვინებო. გაქცეული თევზი ხო იცით? ყოველთვის ყველაზე დიდი. დავასრულეთ დღეს. ჯოხით ვერ მოვითმინე, ესე იგი ეს ჯოხით ისე მინდოდა თევზაობა, რომ დინარეზე წასვლას აღარ დაველოდე და აგერ ახლოში რაზეც შევძელი, იმეებზე ჩამოვირბინე უცბად. კორჭილებიც დავიჭირე, გავარდნილი ქაშაპიც დავიჭირე. ქესა, ქაშაპი რაღაცა და კარასი. რამხელა კარასი იყო თან. ოქროსფერი, სამი სურვილი გავატანე, აბა ვნახოთ რა სიძავს. ხო და ქაშაპები დიდი ვერაფერი. 4 წალი მე დამიჯდა, 3 წალი ბაჩოს. ზომები როგორც ყოველთვის ისეთები. სილიკონზეც ბაჩო ყანყალაზე იჭერდა, მე 2 წალი სელექტის პრანგზეც დავიჭირე. მოკლედ, დამშვიდობება მანქანიდან უნდა ჩავწეროთ. იმიტომ რომ კამერაც დამიჯდა და პაუერბანკიც. ჯოხს რაც შეეხება, დინარეზე მინდოდა ძალიან რომ გამეტესტა, მაგრამ ვერ მოვითმინე და არაჯალაში ჩამოვირბინე. ცოტა კორჭილებიც დავიჭირე. მიუხედავად იმისა, რომ კორჭილებისთვის არ არის შექმნილი ეს ჯოხი. კალმახზეა ჩემი აზრით ზედ გამოჭრილი და ქაშაპზე და დინარეზე სათევზაოდ. მაგრამ ჩვენივრად გაუმკლავდა იმ დავალებას, რაც დღეს დავავალეთ. კორჭილები დაიჭირა. ერთი გავარდნილი დიდი კარასიც. და მე მტკვარზე ჩამოვისეირნეთ, იქვე არის ეს ადგილიც და დინება არ არის, აქაც ტბასავით ადგას ეს წყალი, მაგრამ ქაშაპებიც გაიბაწრა რამოდენიმე 4 წალი მე დამიჯდა, 3 წალი ბაჩოს დაუჯდა. ძალიან კომფორტული იყო, სილიკონზეც თევზაობა.
ვობლერიც გავატარე ბოლოს. მომეწონა მოკლედ ჯოხი. რეკომენდაციას გავუწევდი. აბა დროებით. შეხვედრამდე.